ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ტყიბულში სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა 17 კუბურ მეტრამდე სხვადასხვა სახეობის სამასალე მერქანი. ასევე აღმოჩენილია დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართო სანახშირე. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებაშია გადაგზავნილი. ნინი ჩუბინიძე გიამბობთ. უკანონო ჭრა, დაურეგისტრირებელი სამხერხაო და სანახშირე. ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი ამჯერად იმერეთში ტყიბულში გამოვლინდა. სამართალდამრღვევმა სხვადასხვა სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. საქმე ეხება დაახლოებით 17 კუბურ მეტრ ხე-ტყეს, რომლის ტრანსპორტირებაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ავტომობილით ხდებოდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. საქმის მასალები კი შესაბამის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა. კერძო ნაკვეთში აღმოჩენილი იქნა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სანახშირე. ვინაიდან აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები გადაეგზავნათ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. ტყით უკანონოდ სარგებლობის გამოვლენა ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყნის მასშტაბით იანვარ-თებერვალში სააგენტომ დარღვევის 109 ფაქტი გამოავლინა. ჯამში ამოღებულია 100 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი. ბუნებრივი რესურსებით უკანონოდ სარგებლობის ფაქტების აღსაკვეთად სატყეო სააგენტოს თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში პატრულირებენ და ეწევიან მონიტორინგის. სატყეო რეფორმის ფარგლებში ჩვენ გეგმავთ დამატებით შევიძინოთ ტექნიკური საშუალებები, რათა უფრო ეფექტურად განვახორციელოთ მონიტორინგი ტყეში. ტყის უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიც. ქვეყნის მასშტაბით სისტემურ პატრულირებასთან ერთად მონიტორინგისათვის დრონებსა და ვიდეო ხაფანგებს იყენებენ. შედეგად წლის პირველ ორ თვეში ტყის უკანონოდ სარგებლობის უკვე 308 დარღვევა გამოვლინდა. ასევე აღმოჩენილია 12 უკანონო სამხერხაო. სამართალდამრღვევის ფაქტების გამოვლენის შემდგომ გვაქვს ორი მიმართულება. პირველი ეს გახლავთ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსის გათვალისწინებული შესაბამისი მუხლები, რომელიც კონკრეტულ სამართალდამრღვევებზე ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციებს, ხოლო მეორე მხარე ეს გახლავთ სისხლის სამართლებრივი კოდექსში გამოყენებული შესაბამისი მუხლები, რომელიც გამოიყენება სპეციფიკურ სამართალდამრღვევებზე. სააგენტოში ამბობენ, რომ ტყის უკანონოდ სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში კონტროლის გამკაცრება და საზოგადოების ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მოქალაქეებს დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ცხელი ხაზის 153 საშუალებით შეუძლიათ.